სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ის პიროვნებები, ვინც დასახელებულია აქ, ერთ-ერთი არის კენეთ კუპელენდი. დღესაც ცოცხალია და დღესაც ეწევა ძალიან არასწორ სწავლებას. და მე უნდა გავამხილო ცოდვა გამხეხილი ჯობიაო, მე მახსოვს, როცა კანადაში ჩამოვედით, ავსტრალიაში ამდენი ტელევიზიები ქრისტიანული არ იყო. იქ ვისმენდი ხოლმე რამოდენს, მაგრამ ისეთი არ იყო, მაგრამ კანადაში რო ჩამოვედი ამერიკის გამო, აქ პირდაპირ გაგები ძალიან ბევრი არხებზე და ეხლაც ესე არის, ძირითადად ვისაც ფული ქონდა, გადიოდნენ ამ ტელევიზიის არხებზე. სამწუხაროდ ჯონ მაკარტური მაშინ არ ყოფილა. ეს ლაპარაკია 98 წელი. მერე იწყებს YouTube-ზე გასვლას. ტელევიზია ძალიან ძვირი ღირდა, ტელევიზიის დაქირავება. აი ამათ ფული ბევრი აქვთ პენტაკოსტელებს, ასევე კეთილდღეობის სახარების ქადაგებლებს და რწმენის სიტყვის მიმდინარეობა თუ მოძრაობა დაიწყეს ამათმა და ერთ-ერთი იყო კენეთ კუპელენდი. ძალიან უმდიდრესი პასტორი არის, უმდიდრესი პასტორი. და როდესაც ის ქრისტეზე ესე ძალიან ნებიანად ლაპარაკობდა, მე არ ვიცოდი მაშინ კარგად ინგლისური, ვერ ვარჩევდი ასევე რა იყო სწორი სწავლება და ბუნებრივია მეც უსმენდი ხოლმე მაგაზე და მოხიბლული ვიყავით მაგ პიროვნებით. და ამ დროს ეს ყოფილა ძალიან ერეტიკოსი, ძალიან არასწორი სწავლების ქადაგებელი და კარგია რომ ღმერთმა ჩვენ გაგვაგებინა ეგ და არ დავიბენით. მე მახსოვს ჩვენი მეგობრები ასევე ჯოის მაიერი, რომელიც საქართველოში უკვე ცნობილია. კენეთ კუპელენდი არ გამიგია რომ გადაუთარგმნეთ, მაგრამ ჯოის მაიერის ვიცი რომ საქართველოში ყავს მას მსმენელები და თარგმნეს კიდევაც რამოდენიმე ვიცი ეგა. მაგრამ აი კენეთ კუპელენდი და სხვები გარჩევა ბევრმა არ იცის, ხო განსაკუთრებით ლაპარაკია როცა პროტესტანტულ სივრცეზეა საუბარი, საქართველოში დღეს დომინანტი არის 50-იანელები. ახლა შეფარებულები არიან და სახარების წმენის ეკლესიას უძახიან ყველაფერს და არაკეთებენ აქცენტს, რომ როგორც მორმონები, როგორც იეღოველები, იეღოველი უფრო გულწრფელები არიან, იეღოველები არ მალავენ, შედარებით არ მალავენ, რომ იეღოველები არიან, მაგრამ აი მორმონები მაგალითად სიტყვას აღარ ხმარობენ და ამბობენ, რომ აი იესო ქრისტეს ეკლესია და ბოლო წმინდანების ეკლესია ასევე ეს პენტაკოსტელებიც. პენტაკოსტელები რო ახსენონ 50-იანელები ხშირად ბევრი ადამიანი შეიძლება იმას აქნას, ხო? ასევე ბაპტისტებიც ერიდებიან და ამბობენ აი ევანგელისტური ეკლესია და ევანგელისტური ეკლესიიდან მაგალითად სახარებიც და ესე იფარგლებიან. და ამიტომაც მათში დიდია საშიშროება, რომ კარგად არ იყოს გაფილტრული ესენი, იმიტომ რომ მათი აქცენტები ძირითადად არის ემოციაზე, გრძნობებზე, მათ უყვართ ძალიან გაკურნებებზე საუბარი, იმიტომ ისე ადამიანები არ გაჩერდებიან შეთან. ასევე ენებზე საუბარი, იცით ხო, რომ ენები რაღაცა უცხო ენებზე ლაპარაკობენ, ანგელოზის ენებზე, ხო, ბალაბულა. ასევე დაპირებები კეთილდღეობისა. ისეთ მუხლებს ამოიღებენ, რომ თავის საკეთილდღეოდ მოირგონ, რომ ღმერთი ჩვენ გვპირდება აქ ჯანმრთელობას, აქ კარგად ყოფნას, აბა შენიცი და აბა მეც ვიცი და აბა ამინ ბატონებო. გესმით, როცა მთავარი რაც არის, ხო, აი თუნდაც გუშინაც ჩვენ რომ მოვისმინეთ სწავლება იმაზე, რომ ყველგან აბსოლუტურად არის დარვინიზმი და ამას სჭირდება გაფილტრვა, რომ ხილება ჭირდება ამას, გამოტანა, რომ ადამიანები ჩაძირულები არიან ურწმუნოებაში და ეს მასკირება არის, გარეთ რაღაც სპექტაკლის დონეზე. და განსაკუთრებით ხილება იმ ნაციონალური რელიგიისა, რომელიც ირგვლივ მათ არტყია. ამაზე შიშით ახმას არ იღებენ ეგენი და მრავლებიან სოკოებივით. საოცარია რა, ესე ამდენი ხალხი როგორ გამრავლდა, იმიტომ რომ ისეთ რამეს ასწავლი შენ, რაც ხალხს სურს და რაც ყურში სიამოვნებთ. და არანაირად კრიტიკული არ იქნები, რომ ადამიანები არ დაფრთხნენ, არ შეეშინეთ, გესმით და რეალური წმენა რო გაუცოცხლო, შეეშინებათ მათ. და ხშირად რო გაახსენო ადამიანებს, რომ მოკვდავები არიან. პირიქით, მათ უნდა გაახსენო უკვდავები არიან. და ელაპარაკო ჯანმრთელობაზე, ფულის კეთებაზე, წარმატებაზე, შოვნაზე. პირადად ვიცნობთ ხო ჩვენ იმ ადამიანებს, ვინც მაგ წრეში არიან და ვინც მაგ წრე დატოვეს. იმიტომ რომ გულწრფელად მათ უნდა ჭეშმარიტი ხსნის სახარება და არა კეთილდღეობის სახარება. ასე რომ აი ეს კენეთ კუპელენდი უნდა გითხრათ, რომ ძალიან საშიში პიროვნება არის და დღესაც ძალიან აგრძელებს. ყიდიან თავისი თვითმფრინავები ყავთ საკუთარი, უმდიდრესი ხალხია. ამ დროს კიდე ამერიკელი ხალხი 40 მილიონი არის ტალონებზე რო იცოდეთ. საკვების ტალონებზე. არ ვაჭარბებ მე ამას. შეგიძლიათ შეიხედო და არნახული ციფრი არის უსახლკარობის, არნახული ციფრი.
ესენი როგორ მდიდრებიან ესე, ამას პავლე დაუშვeda, პავლე თვითონ იყო გაღარიბებული და თვითონ იესო ქრისტეს არაფერი არ ქონდა დედამიწაზე, იცით ხომ? ბოლოს როცა მისიაზე გავიდა ის ამსახურებლად, მას ადგილი არ ქონდა, სადაც თავს მიიყუდებდა და ქუჩაში ეძინათ ხოლმე ტყეში და ყველგან, ხო? და ვიღაცა თუ შეიფარებდა, ვიღაცა დაუთმობდა. თვითონ თქვა ეს იესოს სიტყვები არის, ასე რომ ყველაფერს რასაც აგროვებდნენ, ის იყო საკვებისათვის და ძალიან პირველადი მოხმარებისათვის. ასე როცა ამბობენ პასტორებიც რა არის, აი მლეწავ ხარს პირს ნუაუკრავ. საინტერესო რა არის ის დოზა, რომელიც ხარ სჭირდება ლეწვის დროს, რომ თავი გამოიკვებოს. აი საინტერესოა ხო იმის დოზის დადგენა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირი უნდა იყოს. არ შეიძლება ამერიკაში ბინისქირა რო არის მინიმუმი ეხლაცა თქვა ხო პიროვნებამ YouTube-ზე თქვა ხო 1000-დან 1500-მდე არის საცხოვრებელიც და გარეთ როცა ჭამა უხდებოდა ხარჯები იყო ჩამოწერილი. ეხლა ის ხარჯები შევადაროთ საქართველოს ხარჯს ან ფილიპინებში, ან სადაც ინდონეზიაში ბალიზე $5 გამოიკვებები, ხო, რაც მითხრეს იქა და ქართული რესტორანიც ყოფილა, ეს არის ინდონეზიაში პატარა კუნძული. არ შეიძლება შედარება, მაგრამ ვლაპარაკი რომ ის მინიმუმი რაც ადამიანს სჭირდება, ხო? თუნდაც ოჯახის წევრები რო ქონდეს, პასტორს ყავს ოჯახი და მის წევრებს ქონდეს და არა ფუფუნება და არა რაღაცა ზედმეტი ისინი შვილები გაანები რომ შეიძლება პასტორი თვითონ დაუშვათ არაფერი არ აბადია, მაგრამ ყველაფერი შვილებზე და ცოლზე და იმაზეა გადაფორმებული. ესეც ხო გასათვალისწინებელი, ამასაც აკეთებენ როგორც ბიზნესმენები. ბიზნესმენებმა რა გააკეთა? ზუსტად ეს გააკეთა, ხო? გადააფორმა, გადმოაფორმა და აი თვითონ სტალინსაც არ ქონდა არაფერიო. ერთი კიტელი დადიოდაო. ამ დროს შეიძლება უმდიდრესი იყო ანგარიშებზე რამდენი ფული იდო მისი საზოგადოებაც ამბობენ ახლა, ხო? ასე რა შეჭirdებოდა მაგას პირადად იმაზე რომ იტყოლ ილია მეორის არაფერი არა აქ არაბადია გჯერათ ახლა იქ თქვენ და ნახეთ როგორ ფუფუნებაში ცხოვრობს ასე რომ ეს манипуляციებს ძალიან მაგრა ცდილობენ ხოლმე ძალიან ბევრი და როცა გაქეკავდა ჩაი და არავის არ სიამოვნებს მე ხო იცით ისა რა ქვია მხილება რა ადამიანები ამბობენ რომ ყველანაირ სტალინსაც ქონდა ეს რა ქვია მანია რომ ყველას მისი ადგილი უნდოდა და იცით ყველგან ელანდებოდა მტრები და ამ დროს თვითონ იყო ღმერთის ადგილი ქონდა უზურპირებული ღმერთის ადგილზე ეს იჯდა ესე მოძდეთ ადამიანებს რომლებსაც ყოველთვის ელანდებათ რომ ვიღაცა მისი ადგილი უნდა ამ დროს მას აქვს ადამიანებში ღმერთის ადგილი და ღმერთის გაკერპებული აქვს და მისი კერპი უზით ადამიანებს თავში და იქიდან არ უნდა ჩამოსვლა და რა თქმა უნდა ესეთ ადამიანს ყოველთვის მოელანდება რომ ვიღაცას მის ადგილზე დაჯდომა უნდა და რაღაცა იმას ეწევა ხო რაღაცა რა ვიცი ვიღაცას უნდა გადაგდება მისი კრეიგი სვავს ამ კითხვას მოდით მოусმინოთ რა სიტყვით იმ თეორიაზე რომ იესო ჯოჯოხეთში ჩავიდა რათა იქაც ეტანჯაო გადავთ აი ეს არის რასაც ეს ხალხი პასტორები იგონებენ სალამი ჯონ მე მქვია კრეიგი და მსურს კომენტარი გააკეთოთ იმ სწავლებაზე რომ თითქოს და იესო ჯვარცმის შემდეგ ჯოჯოხეთში ჩავიდა რათა იქ უნდა ეტანჯაო და ჯონ მაკარტუნმა უკვე იცის ეს რაზე ელაპარაკი დიახ ამას ასწავლიან კენეთ კუპელენდი და კენეთ ჰეგინსის ეს მათი ნააზრევია და ეს არანაირად სიმართლეს არ შეესაბამება დიახ მეც ესე მჯერა და გთხოვთ რომ გააკეთოთ კომენტარი და ჯონ მაკარტური აგრძელებს გაგიკურდებათ მაგრამ ისინი ყოველ ჯერზე ყოველნაირ უცნაურ რამეებს იგონებენ და ამბობენ ხოლმე მე ამას ჩემ წინგში სახელწოდებით ქარიზმატული ქაოსი იქ განმიხილავ ეს უფრო საშინელი და უხეში შეცდომაა რომელიც კენეთ ჰაგინმა და კენეთ ჰეგენმა და კენეთ კუპელენდმა და ადამიანთა თელმა ჯგუფა რომელსაც ქვია სიტყვის რწმენის მოძრაობა დაუშვა და მიიღო რომ იესო რატომღაც ჯოჯოხეთში უნდა ჩაცულიყო ცოდვების გამოსასყიდად პირველ რიგში ნათქვამია რომ როდესაც იესო ჯვარზე იქ ეკიდა მან თქვა აღსრულდა მას არ უთქვია ეს არის ჩემი აღსასრულიო რომ მე დავსრულდიო მან თქვა რომ აღსრულდა ესე იგი მან ყველაფერი აბსოლუტურად რაც იყო ღმერთის გეგმაში ყველაფერი აღასრულა აქ და დამთავრდა და დიდი განსხვავებაა ხო ამაში და დიახ მართალია ეთახმება კითხვის დამსველი კრეიგი ასე რომ აგრძელებს ჯონ მაკარტური წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე რომ ის იქ ჩავიდა რათა ეტანჯა რასაც წმინდა წერილი ამბობს და ამას პეტრე გვეუბნება ჩვენ თავის წერილში ქრისტე თავისი ხორცით ესე იგი მისი ხორცი საფლავში იყო მისი
სხეული საფლავში იყო, გამოქვაბულში იცით სადაც დაასვენეს, მაგრამ მისი სული წავიდა და საპყრობილეში მყოფ სულებს უკადაგა. ტრიუმფის ზეიმა. და ეს არის გამარჯვების ზეიმი. განაცხადა უფრო. და მე მჯერა რომ ეს ეხება დემონებს, რომლებიც აი ამ ჯურღმულში, ამ ტარტარუსში არიან შეკრულები. იქ დემონების ადგილზე, გარკვეული დემონების ნაწილი მე გითხარით, როდესაც ცოდვა-დაცემა მოხდა და ისინი გადმოსროლილი იქნენ, ბევრი უკვე ტარტარუსში იყო დატყვევებული, რომლებიც მერე გაიხსნებიან და ამოდიან გამოცხადების წინგში. და მე მჯერა, სანამ მისი სხეული საფლავში იყო, ის ცოცხალი იყო და მისი სული ცოცხალი ჩადის იქ. ჩავიდა იმ ადგილზე და სანამ ეს ჯოჯოხეთი, ეს ტარტაროსები წვეულებას მართავდნენ მისი სიკვდილის აღსანიშნავად, ის გამოჩნდა, რათა ეზეიმა მათზე გამარჯვება და ემცნო მათთვის გამარჯვება, რომ ისინი და სატანა დამარცხებული იყო ჯვარზე მისი სიკვდილით. ეს იყო მისი ტრიუმფი მათზე. და კოლოსელთა წერილის მეორე თავში იგივეა ნათქვამი. მან თავის თავს დაუმორჩილა სამთავროები და ხელისუფლება და ლაპარაკია ყველა აი ამ ქმნილებებზე, სატანურ დემონებზე და სატანურ ანგელოსებზე და საერთოდ ყველა ქმნილებაზე. იქ იყვნენ ის დემონები, რომლებიც მის სიკვდილს ზეიმობდნენ და ის გამოჩნდა, რათა ჩაეშალა მათი წვეულება და ეთქვა მათთვის, რომ არა, ის ცოცხალია და ის არ მოკვდარა და ეს იყო ტრიუმფალური მოსვლა. და არა ისეთი, რომელიც მას ჯოჯოხეთში რომ ჩასულიყო, რათა ეტანჯა კიდე ცოდვების გამოსასყიდად. ეს არის ღვთისმგონბელის სწავლება, ერესი, რომელსაც არასწორად ესმის და არასწორად წარმოაჩენს ჯვარზე იესო ქრისტეს მიერ გამოსყიდვას. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, კარგი კითხვა, გასაგებია.